რეკორდული ენერგიის მქონე ნაწილაკის შესახებ გიამბობთ, რომელიც ნამდვილად დაფიქსირდა. საიდან მოვიდა მოჩვენება ნაწილაკი? ამბავი ასეთია: 2023 წლის თებერვალში ხმელთაშუა ზღვის სიღრმეში მდებარე სადგურმა სახელად KM3 NET-მა რეკორდულად მაღალ ენერგეტიკული ნეიტრინო დააფიქსირა. მისი ენერგია 220 პეტა ელექტრონ ვოლტია, როცა წინა რეკორდი სულ რაღაც 10 პეტა ელექტრონ ვოლტი იყო. მეცნიერებმა სიგნალი დააფიქსირეს, შემდეგ კი მისი დეტალური შესწავლა დაიწყეს. ამ მოვლენას აღმომჩენის სადგურისა და თარიღის შესაბამისად KM3 230213A ეწოდა. ახალი ანალიზის საფუძველზე მკვლევრები ადასტურებენ, რომ შემჩნეული სიგნალები ნამდვილად ნეიტრინოს გამოწვეული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად საიდან წამოვიდა ის. მეცნიერების თქმით, გამორიცხულია, რომ ეს სიგნალი ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო. დაფიქსირებული ნათება სუბატომური ნაწილაკის სავარაუდოდ მიუონის დეტექტორში გასვლისას წარმოქმნილი სინათლის ანალოგიურია. დეტექტორმა არა თავად ნეიტრინო, არამედ დედამიწაზე რაიმე ნაწილაკთან მისი შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მიუონი დააფიქსირა. თავად ნეიტრინოს დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ იშვიათად ის მაინც ეჯახება ხოლმე სხვა ნაწილაკს. ამ დროს ძალიან სუსტი ნათება ჩნდება და დეტექტორიც მის აღქმას ახერხებს. KM3 NET-ი სწორედ ასეთი დეტექტორების სისტემაა. ის მზის შუქისგან მოშორებით ოკეანის ზედაპირიდან 3450 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ასეთ სიბნელეში ნეიტრინოების პატარა აქტივობაც კი შესამჩნევი ხდება. 2023 წელს KM3 230213A-ის დაფიქსირების შემდეგ სამეცნიერო სამყაროში დიდი გაურკვევლობა გაჩნდა. ასეთი მაღალი სიგნალი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავდაპირველად ტექნიკური ხარვეზიც კი ეგონათ. იმის გამო, რომ ეს ნათება უცნაურად მაღალ ენერგეტიკულია. შეიძლება იგი ნეიტრინოების წარმოქმნის რაიმე ახალ, ჩვენთვის უცნობ პროცესზე მიუთითებდეს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.